კაცი, რომელსაც ივანიშვილი სიცოცხლეს ანდობდა ქვეყნიდან გაიქცა და ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ჯანჯი ხო წავიდა ქვეყნიდან? ხო, ამერიკაშია, ხო? საიდან იცით, რომ ამერიკაში წავიდა? პირადი მცველი, რომელიც ივანიშვილს გვერდიდან არ შორდებოდა, საქართველოსთან ერთ დღეში ისე წავიდა, რომ ოჯახსაც არ უთხრა, სად მიდიოდა. მოდიკო, რა ვიცი, რა წავიდა ივანიშვილთან მუშაობდა. სულ წარმატებული თანამშრომელი იყო. და თუ პრობლემები არ ქონდა, ქვეყანა რატომ დატოვა? გესმით ჩემი ხმა, ქალბატონქეთო? შაბათის გუნდმა დაადგინა, რომ პირადი მცველის გარდა ქვეყანა დატოვა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთმა წევრმა. რაც არ უნდა იზახოს და იხტუნაოს, რომ ეგრე არ იყო, მე ჩემი ყურით გავიქედა, ჩემთვის ახლა ყოველთვის აგენტი იქნება. ის, ვინც ქართველ ოლიგარქთან ერთად იყო რუსეთში, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და ივანიშვილის პრემიერობის დროს მის გვერდით იდგა 8 საათზე პირველად ალაპარაკდება. გეგმა ჩავარდა. ვითომ გამოიპარა რუსეთიდან, ეს იყო გეგმა B. პუტინის დაფინანსება. 100 მილიონია გარჩევნა ზედახარჯული, პუტინთან მარტო მე შემილიაო, რაც ის უბრალოდ ერთად შევიდეო. ივანიშვილის ახლო კავშირები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან. პატრუშევთან მიყავიო და მითხრა, რომ მოდიო ჩემთან აშრომებს გაგაცნობ საქართველოდან და რომ შევედიო. მეგობრობა ვანო მერაბიშვილთან. საჩხერის თვითონ ჩამოდიოდა და ხვდებოდა ხოლმე. და პადრი პატარკაციშვილის ჩამოშორების გეგმა. პატარკაციშვილი იყო ნომერი პირველი, ყველაფერი გააკეთა. როგორ პატარკაციშვილი მოეშორებინა. რაც აქამდე არასდროს და არავის მოუყოლია. ამბები ივანიშვილის დამალული წარსულიდან, რომ კარგად დავინახოთ ვინ მართავს და რაზეა წამსვლელი ოლიგარქი. იცინასთან რეკავდნენ ეს ხალხი, მე ვიცი. თვითონ მეთხრა, ველაპარაკეო, ფესტის დირექტორსო. კონსპირაციული შეხვედრების სააკაშვილთან, შავნაბადას და წეროვნის რეზიდენციებში და რუსული გეგმა, რომელსაც ივანიშვილთან კონტაქტის დროს მაშინ სააკაშვილი ვერ მიხვდა. ეს იყო ფულის ყულაბა, მიშან საკმაოდ გვიან მიხვდა ეგ. ვერც მანო ვერ ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელაქსელია აწყეთ. პირველად და მხოლოდ ჩვენს ეთერში ინტერვიუ ოლიგარქის მესაიდუმლესთან, რომელიც წლები მას გვერდიდან არ შორდებოდა. ერთ-ერთი ამ ფულის ნაწილაკი არის ბიზინა, მეორე ჩუკოტკელი მილიონარი, მესამე კიდევ ვიღაც სხვა და ძირი ფული ყოველთვის არის პუტინის. ქართველი ხალხი ცებს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე. პროკურატურა არკვევს, როგორ აპირებს სააკაშვილი გადაიღოს ფოტო ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან. პასუხია, თქვენ მეღადაებით და მელხუმრებით. ეს არც ხუმრობაა და არც ვინმეს მოგონილი ამბავი. ივანიშვილის დამცველებს კი აღარ ახარ. ივანიშვილის ზვიგენების დამცველები ხართ. შაბათის ეთერმა მოიპოვა სააკაშვილის დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი, სადაც გამომძიებელი მართლა ოლიგარქის ზვიგენებზე ეკითხება. სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათავებებს ივანიშვილის აკვარიუმს, ზვიგენი მარკა. დიდი აკვარიუმი მაქვს ბიზნეს ცენტრში. რადევს 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეში. გინდება აქციებზე სუსის აგენტები ფარული კამერებით პოლიტიკოსებს გვერდით უდგებოდნენ და ჩუმად იწერდნენ მათ საუბარს. ჩვენ არ ვიყავ გამარჯვებულები, ანუ მე არ მინდა დალეწვა. პროკურატურისთვის საქმეში მაშველები არიან მოწმე პოლიციელები. რა სიტყვებით მისცეს მითითება აქციის მონაწილეებს, რომ თქვენ ეცემეთ? გახსოვთ ეს სიტყვები? ერთი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა მათზე თავდასხმას, მეორე ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძის ჟესტებით რჩებოდა განცდა, რომ ხალხს პოლიციაზე თავდასხმას თხოვდნენ. სალომე ზურაბიშვილი რომ მოუწოდებდა, სად იდგა შეგიძლიათ მითხრათ? 8 საათზე ნახეთ პუტინის ხელწერით შეკერილი საქმე და უყურეთ, როგორ ანადგურებენ ოპოზიციას ამ ქვეყანაში. კამერა გათიშე. გავთიშავთ, მაგრამ ხალხისთვის მოპარულ ფულს გამოძიება ონლაინ კაზინოების ანგარიშებზე ეძებს. დოკუმენტაცია კი ამოიღეს. კი ამოიღეს. სუსის ახალი მასალები ექსკლუზიურად 8 საათზე. ნახეთ ვინ მიიღო აზარტული თამაშებიდან 1,5 მილიონი. საგამოძიებო მოქმედებები აქ თქვენთან ჩატარდა. ხალხის ფულის მოპარვის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ონლაინ კაზინოებში ბრუცუკას სახელით იყო რეგისტრირებული, თუმცა ფსევდონიმით ანგარიშები ვერ შენიღბა. ეს არის პრინციპის გაკეთებული.
ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა მტრის საქმეს აკეთებს თვალთმოსას. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ იძიებენ პოლიგონებზე სათვალთვალო კამერებში გადახდილი 10 მილიონის ამბავსაც. არსებობს ეჭვი, რომ ფული ჯარს აქედანაც მოპარეს. ანუ რა გამოდის დელტას გავლითაც ფული ტყდებოდა და იპარავდა ჯვანშერ გურჭულაძე. რა გამოდის რა არ გამოდის მე ვერ გეტყვი. ერთმა ლაპარაკებულმა ჩინოვნიკმა მთელი კორუფციული სისტემა ამხილა. რა მოხდება თუ კი სხვებიც იტყვიან, სხვა სამინისტროებში რა სქემით იჭრებოდა დიდი ფული. გამოძიება თუ იყო მოსული ეგ მაინტერესებს კამერებთან დაკავშირებით. ადამიანებს არაფრის გამოწობით უშვებენ ციხეში და თქვენი ძმა ფალსიფიკაციის გამო ერთ წელში გამოუშვეს. არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული ქართული ოცნების წევრი ციხიდან გამოუშვეს. ეხლა რამე ახალი თანამდებობისთვის ამზადება, ხო ბატონს? თვითონ იცის. კაცი, რომელიც ერთი წლის წინ ხუჯა ბიულეტინებს სურნაში ყრიდა, ციხიდან გათავისუფლებას 500 კაციან ბანკეტზე აღნიშნავს. А кто платил за это? Бატონი რავშანილი გრუზინსკაია მიჭდა. მისცეს თუ არა დიდი ფული ისკანდეროვს, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე ერთი წელი ციხეში ჩუმად მჯდარიყო და არ ეთქვა, ვისი ბრძანებით იყრებოდა საარჩევნო ურნაში ბიულეტინები. ქართულმა ოცნებამ დუმილის ანასხლოდ ფული გადაუხადა თქვენ ძმას. არჩევნების გამყალბებლის წვეულებაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს ეპისკოპოსი ჯანდელიანი. ქვეყნის ჩვენი ერის ძალიან მოყვარული და პატრიოტი პიროვნება. კი, ვიხილეთ კადრები, რომ აყალბებდა საგულდაგულოთ არჩევნებს. რა გარანტიები მიიღო როვშან ისკანდეროვმა, კაცი, რომლის ვიდეოც არჩევნების გაყალბების სიმბოლურ კადრად იქცა. ნახეთ დღეს საღამოს 8 საათზე. დღეს საღამოს 8 საათზე თქვენთვის მოსაყოლი ბევრი გვაქვს. ასე რომ ხვდებით აქ თავისუფლების ტერიტორიაზე.